60-იანი წლებიდან 50-ის ჩათვლით 13 სახელოსნო იხსნება. ფოტოსახელოსნო. თბილისში და ქუთაისში, ხო? ჯერ თბილისში, ქუთაისში უფრო მოგვიანებით. სულ უცხოელები არიან ამ სახელოსნოების მეპატრონოები, მაგრამ მოყვარული ხალხი არის ძალიან ბევრი, ვისაც ეს აინტერესებს. ოდნავ მოგვიანებით 52 წელს გამოჩნდება ვინმე ხლამოვი. აგრეთვე ის ფერმწერია, ისიც რუსეთიდან ჩამოდის, მაგრამ რჩება აქ საცხოვრებლად, რომელიც აგრეთვე ხსნის ფოტოსტუდიას და ფოტოსასწავლებლებს. აი ზუსტად აი ამ დროს გამოივლის პატარა ბიჭი 14 წლის ალექსანდრე დუშელი, რომელიც ითვლება საქართველოში პირველ ფოტოგრაფად, ეროვნებით ქართველ ფოტოგრაფად, რომელმაც არა მარტო ფოტოგრაფია შეისწავლა და შეიყვარა, არამედ ფოტოგრაფიისაგან ძალიან დიდი მატიანე შექმნა. ფოტოგრაფები, ვინც იღებდნენ როინაშვილამდე, ყველა მაინც მატიანეს ქმნიდა, იმიტომ რომ არქიტექტურული ძეგლი იყო თუ ქუჩის სცენები იყო, ეს მაინც რჩებოდა არა როგორც ფაქტი, მაგრამ როინაშვილმა მიზანმიმართულად დაიწყო ეკლესიების გადაღება, მიზანმიმართულად სიძველეების გადაღება და შექმნა დიდი კოლექცია. ეხლა ამ დიდი კოლექციიდან 14 წლის ის ხდება შეგირდის ხლამოვის და 5 წელიწადში ის ყველაფერს ჩუქნიან ფოტოაპარატსო, ხო? ხო და მარტო ფოტოაპარატს კი არ ჩუქნის, ხლამოვს ისე უვარდა, რომ აჩუქა თუ რამე ქონდა. ფოტოაპარატები, დანადგარები, მაგიდები, ყველაფერი მისცა საშუალება, რომ მის გვერდით იყო ტერიტორია, რომ იქ მას თავისი ფოტოატელიე გაეღო.